აქვს არჩეული, აქედან იწყება ბიზნესი, როგორც გაუნათლებელი კაცის ფასი კაბიკია. განათლება აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია აგრეთვე პრაქტიკა. და ყველაფერს მიაღწევდა თუ როგორ უნდა დაიწყოთ, ამას შემდეგ გეტყვით. თქვენ კარგად ახსენეთ და ჩემი შემდეგი კითხვაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ბიზნესის განათლება ზოგადად რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თვლით თუ არა, რომ აი შინაგანად უნდა გქონდეს ეს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ალღო, რაც ბიზნესის კეთებას სჭირდება და რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის სწავლა პროფესიულ დონეზე, თუ უფრო მეტად თვლით, რომ პრაქტიკას აქვს მეტწილად მნიშვნელობა. მადლობთ. უყურე როგორ არის. თუ მამა თქვენი გეუბნება, რომ პროკურორი უნდა გახდე, ვერ გახდები პროკურორი, იმიტომ რომ შენ ბიზნესი გინდა. შენ თვითონ აი როგორ არის იცი, შენ თვითონ სულით და გულით უნდა გინდოდეს. აი ის უნდა გინდოდეს, რასაც შენ მერე გააგრძელებ შენ ცხოვრებაში. თქვენ აერჩიეთ ბიზნესი, ხო? რადგან თქვენ ბიზნესი აერჩიეთ, ვიღაცამ გირჩიათ, რომ ბიზნესის მიმართულებას მიყევითო. და ძალიან კარგად ურჩევიათ და ძალიან კარგია. ამ დროს თქვენ გინდათ თქვათ ბიზნესი. მამა თქვენი ამ ბიზნესში გეუბნება, მე კაცო პროკურორი ვარ და წამოწოლილი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება და მილიარდელი გავხდი და რა გინდათ ეს ბიზნესი, შენც ესე გააგრძელე, არ დაუჯერო. შენ რაც გინდა, ის ისწავლე და იმ გზით იარე. რომელიც აი მაგალითად ძალიან კარგი პროფესია ექიმობა. თქვათ, ხო, უკეთესი პროფესია არ არსებობს დღეს, თან ყველას რო გამოადგები, მაგრამ ამისკენ არ გაქვს მიდრეკილება. შენი მიდრეკილება არის ბიზნესისკენ და ფული შეუნისკენ და ბიუჯეტში ფული შეტანა, ადამიანების დასაქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ადამიანები, ხო, ბიზნესი არ უნდათ ექიმობა. იმას როცა ის ჩაიფიქრებს, რომ მე ექიმობა მინდა, ხელი არ უნდა შეუშალოთ, იმიტომ რომ იმას სისხლში აქვს, რომ უნდა გახდეს ექიმი. ახლა მაგალითად პოლიციელი. პატარა ბიჭებს ახალგაზრდას მოწონს პოლიციელი, რადგან იარაღი უდევს, რადგან მიდის და გააჩერებენ საბუთს ანახებ და პოლიციელი ვარ და მიბრძანდი ბატონო. ეს ახლა ახალგაზრდებს მოწონს. მაგრამ შენ თუ პოლიციელად არ დაიბადები, არ გინდა პოლიციელობა. თუ შენ სულით და გულით მოტივირებული ხარ, პოლიციელი გინდა გამოხვიდე, მაშინ ისწავლე იურიდიულზე და გახდი პოლიციელი. ესაა ჩემი პასუხი. გასაგებია და შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ აი ამ